Niko კვარაცხელიას კვლელობის რეზონანსული საქმე აფერხებენ თუ არა 5 წლის განმავლობაში ამ საქმის გამოძიებას მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, მაგალითად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ციხიდან იმ დღის შესახებ საუბრობს, როდესაც მან და მისმა თანამშრომლებმა ნიკოს კვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს წყნეთის ტყეში. მან წერილში აჭარის მთავრობის ან რომელიც გამოუგზავნა შაბათის ფორმულას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაასახელა. თამაზაშვილი მაშინ თბილისის პოლიციის უფროსი იყო და არის ცნობა, სწორედ მან მოისმინა კავილაძე და ჭელიძისგან დადასტურებულად დეტალურად ნიკოს კვლელობის დაგეგმვისა და დამკვეთის შესახებ. შემდგომ კი სავარაუდოდ ანგარიში სწორედ ფარცხალაძეს ჩააბარა. ასეთია ყოველ შემთხვევაში წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის შესაძლო ჩვენება, უფრო მეც გვეტყვის თორნიკე მიგინეიშვილი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატი. მოგესალმებით თორნიკე. ჯერჯერობით ორის გვარი გავიგეთ ჩვენ სულხან თამაზაშვილი და არის ასეთი დეტალი, რომ ის ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას, მიმართავდა ანზორიჩ და ეს აძლევს ვარაუდს ბატონ დიმიტრის, რომ ეს იყო ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და განმარტავ რამდენიმე რამეს. პირველ რიგში იმ დრო კითხვები იყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საზოგადოების მხრიდან დღეების განმავლობაში, რომ აი ჩვენება რა მიმართულებით მისცა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა. დიმიტრიმ რეალურად ისაუბრა იმ ფაქტებზე, რომელიც მისთვის იყო ცნობილი. მას ჩვენებაში არ მიუთითებია მისი მოსაზრებები ან რაიმე ესეთი გარემოება, რომელიც გამოძიებამ შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს. მხოლოდ და მხოლოდ ისაუბრა ფაქტები, იმიტომ რომ ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ყველა დაზუსტებული და გაფილტრული ინფორმაცია. ისედაც 5 წლიანი უმოქმედობის შემდგომ შენ კიდევ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რომელიც დამატებით ძალიან დიდ რესურსს საჭიროებს იმისა, რომ გადამოწმდეს, მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, გაიხსენა ფაქტები, როგორც დაკავების მომენტიდან, ანუ პირველივე წუთიდან როდესაც ორი პიროვნება დააკავა მან თავად დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა წყნეთის ტყეში დააკავა დამკვეთები, როგორც დღეს გვეუბნება ბოდიში შემსრულებლები ჭელიძე და დამკვეთები კაკულები არიან გამოძიების მიმართულებით ვერსიით და შესაბამისად დააკავა უშუალოდ შემსრულებლები, ანუ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხალხი ორი ბიჭი აიყვანა წყნეთის ტყეში. წყნეთის პოლიციის უფროსი. რა ხდება? შემდგომ წაიყვანეს ისინი წყნეთის განყოფილებაში, ანუ პოლიციაში, სადაც თავად იყო დიმიტრი ხელმძღვანელი ამ განყოფილების და იქ უკვე რა თქმა უნდა გასაუბრების ფორმატით მათ მიიღეს პირველადი ინფორმაცია რატომ მოხდა ზოგადად მსგავსი ფაქტი, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდათ ამ ადამიანებს, ეს როგორ უნდა შესრულებულიყო, ან თვითონ გააკეთეს ეს ვინმე დაავალა თუ ასე შემდგომ. ეს ადამიანები რეალურად კავილაძე ჭელიძე ყვებიან ისტორიას, რომელიც რეალურად პროკურატურამაც თქვა. ანუ პროკურატურის ვერსია კი 5 წლის თავზე. რეალურად ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ კვლელობა უნდა განეხორციელებინათ ამ მიზნიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც გაიხსენეს ის თუნდაც თანხმობრივი ნაწილი, რომ მათ უნდა მიეღოთ მაგალითად $10,000 იმისთვის, რომ ეს ხარჯი გათვალისწინებული ყოფილიყო, რაც სჭირდებოდა ამ საქმეს. შემდგომ მიეღოთ $20,000 იმისათვის, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ. ასე შემდგომ და ასე შემდგომ ეს ყველა დეტალი, რაც მოახსენეს დიმიტრის, რა თქმა უნდა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე ხელმისაწვდომი გამოძიების დროს. ამიტომ ეს იყო შანსი იმისა, რომ ძალიან ისეთი რეზონანსული და მნიშვნელოვანი დანაშაული გახსნილიყო ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც ეს ადამიანები მინიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ძებნილები. ამის გამო თავის უფროს გელა ქურდაძეს აყენებს საქმის კურსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და ის სხვადასხვა პიროვნებასთან ერთად, მათ შორის თამაზაშვილთან ერთად, მათ შორის ირაძესთან, მურადაშვილთან და ასე შემდგომ, მათთან ერთად მიდის წყნეთის პოლიციის განყოფილებაში. აქ ასევე ისმოდა კითხვები, რომ აი რამდენად ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ წყნეთის განყოფილებაში. აქ ჩვენ შეგვიძლია კი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თამამად იმის თქვა, რომ ამ ადამიანების იქ ყოფნა არ იყო რაღაც ისეთი ამბავი, რომ აი რატომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ იქ, იმიტომ რომ რეალურად საქმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რეალურად ეს ადამიანები იყვნენ ძებნილები. ისინი 22 წლის ბიჭი ჩაცხრილეს, ეს იყო მთელი ქვეყანა ამაზე საუბრობდა, მთელი ქვეყანა ამ დანაშაულის გახსნას ელოდებოდა. ანუ ამ ნაწილს არ აყენებთ ეჭვს. კი, ამიტომ ისინი რომ იქ იმყოფებოდნენ, ეს ლოგიკურიც არის, მაგრამ აქ არის მithuet თუ გავყვებით თქვენ მდებარეობით და უფლებამოსილებებით, ყველა იყო იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაც მათთვის სამოქმედო ადგილი იყო იმ მომენტში. კი. მაგრამ აქ
აქ შემდგომ არის უკვე კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა 5 წლის განმავლობაში და არსებობს დღესაც. და ეს არის ახლა მთავარი საკითხი, რომელზედაც გამოძიება უნდა იმუშაოს. როდესაც ეს პიროვნებები გულისხმობ დაკავებულებს ყვებიან ისტორიას და იმავე ისტორიასაც დიმიტრი ქვაჭრიშვილს მოუყვნენ, ისინი მოყვნენ ამ ისტორიას ასევე თამაზაშვილთან, გურდაძესთან, მურადაშვილთან, სირაძესთან ასე შემდგომ და იქ კიდევ ესწრებოდნენ სხვადასხვა ადამიანები. გაიგეს ამ პიროვნებებისგან, რომ რეალურად მათ დაუკვეთა ეს მკვლობა კაკულიეთმა და რამდენიმე მათ შორის ბუსას სახელიც გაჟღერდა. აი ეს ყველაფერი რატომ დაიკარგა? ანუ გამოძიება, როდესაც დაიწყო უკვე და გაგრძელდა და შემდგომ სასამართლოშიც წავიდა საქმე, აი ეს ინფორმაცია სად გაქრა? პარალელურად რამდენიმე ხნის შემდგომ, რამდენიმე საათზე არის საუბარი, მას შემდგომ ისინი გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში, სადაც უკვე დიმიტრი ვეღარ გაყვა, იმიტომ რომ ის არ იყო მისი უფლებამოსილება, რომ იქ ყოფილიყო და აი სად გაქრა რეალურად ეს ინფორმაცია გზაში, მანამდე გადაწყდა, რომ ეს უკვე უნდა გამქრალიყო, მიიყვანეს სამმართველოში და იქ ჩვენ ჩამოართვეს, მაგრამ ის ჩვენება გაქრა თუ აი სად წავიდა ეს ყველაფერი და რეალური ისტორია. იმიტომ რომ აი განცალკევებით რომ ავიღოთ ჩვენი ისტორიები და აქ ეჭვს უჩენს წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროს სატელეფონო ზარი. კი. სულხან თამაზაშვილის, რომელიც მისი თანდასწრებით განხორციელდა, მერე ის გამოვიდა რა. კი, აქ ერთი ფაქტი არის, რომ რეალურად სადაც შეხვედრა ტარდებოდა და იქ ისმენდნენ ამ ისტორიას, წყნეთის განყოფილებას აქვს განცალკევებული ოთახი, სადაც ხელმძღვანელი პირი მორიგეობის დროს ან ასე შემდგომ იმყოფებოდა. და იმ ოთახში დროებით იყო დიმიტრი შესული, როდესაც ასევე სასაუბროდ გავიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით თამაზაშვილი, რომელიც ესაუბრებოდა ტელეფონზე, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა რომ საუბარი დაეწყო და მას ანზორიჩის სახელით მიმართავდა გისმენთ. ანზორიჩ და ამის შემდგომ უკვე დიმიტრი, როდესაც ნახა ამ პიროვნებამ, საუბარი გაწყდა და როდესაც დიმიტრი გამოვიდა, შემდგომ სავარაუდოდ გაგრძელდა. ამას ფაქტის სახით ყვება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ამბობს რომ ანზორიჩი დიდი ალბათობით არის იმის გამო რომ იმ პერიოდში საკმაოდ მაღალი გავლენები ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს, იმის გამო რომ თავად დიმიტრი ქვაჭრელიშვილიც დანამდვილებით დღეს არის ოთარ ფარცხალაძის საქმის გამო უკანონო დატყვევებული, ის არის 15 წლით უმაღლესი სასჯელით. ეს მნიშვნელოვანია, ანუ ამ ყველაფრის შემდგომ აკავებენ ბატონ ქვაჭრელიშვილს წყნეთის პოლიციის უფროს მიზეზით, რომ მან არ გადაუფორმა ოთარ ფარცხალაძეს, ეს თვითონ ყვება ამას, უკანონო იარაღები, თორემ ის სინამდვილეში ქრთამის აღების ფაქტზე არის დაკავებული. რთულია იმის თქმა, ის ზოგ შემთხვევაში ვეთანხმები ხოლმე ჟურნალისტებს, როცა რაღაცას ფაქტს არ ქმნიან, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ძალიან რთულია. ასე არის ფორმულირებული ბრალი. ძალიან რთულია ამ შემთხვევაში ფაქტი დაარქვა ამ ყველაფერს, რადგან რეალურად დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა არ შეასრულა უკანონო გადაწყვეტილება, აქ მარტო არ შესრულებაც არ იყო მიზეზი. შემდგომ ეს გამომძიებელთან თქვა, როდესაც მსგავსი რამ შეამჩნია და ეს ყველაფერი ცნობილი გახდა უკვე პროკურატურისთვის, სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რადგანაც მეორე დღეს ურეკავს მას ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ეუბნება, რომ დიმა ეს არ უნდა გეთქვა შენ. ანუ ვისთან თქვა, ბოდიშვიხტი? ეს ერთ-ერთ გამომძიებელთან თქვა. რომ აი ასეთ უკანონობა შეიძლება მოხდეს აქ და ნუ იქ თავისთავად აფრთხილებს, რომ ეს სხვა მას არ უნდა გააკეთოდეს. ამის შემდგომ მას უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირი და ეუბნება, რომ შენ დიმა ეს არავისთვის არ უნდა გეთქვა და არ უნდა გეთქვა რატომ? ეს მაღალი თანამდებობის პირი შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის? კი. და იმიტომ რომ შენ დაგიჭერენ და როგორ დამიჭერენ, რატომ უნდა დამიჭირონ და ამ ყველაფერს მოყვება 5 დღეში უკვე დიმას აკავებენ ქრთამის აღების ფაქტზე, სინამდვილეში რასთან დაკავშირებით, ვიღაც რუსი ნარკომოვაჭრის ჩვენება არის, რომელიც სრულიად აბსურდს ყვება. არ ვიცი, ამბობს რომ მე მაიძულეს რომ რაღაც ქრთამი მიმეცა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკებს ჩამიდებდნენ, არც ვიდეო გადაღება არის, არც თანხა არის გამოძიების მიმართ ამოღებული, არც ექსპერტიზა არის დანიშნული, გაჩხიკეს დიმას სახლი, მანქანა, სამუშაო ადგილი, ვერაფერი ვერ ამოიღეს. და ამ ყველაფრის შემდგომ, ანუ რეალურად როცა ამ ყველაფერს ხედავს ეს ადამიანი და ხვდება რეალურად რა არის მისი დაკავების მიზეზი, რა თქმა უნდა ავლებს პარალელს, რომ შეიძლება ის ადამიანი, ვისაც მაღალი თანამდებობის პირი ნიკოლოზ კვარაცხელიას ყოლობასთან დაკავშირებით ესაუბრებოდა, მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს. ანუ მან უკვე ჩვენება მისცა, ამის მერე რა ხდება და ვასრულებთ. ამის შემდგომ რაღაც ლოგიკური პერიოდი არის, რა თქმა უნდა, გონივრული ვადა რა, ვადაშიც ჩვენც და კვარაცხელების ოჯახიც ალბათ
ელოდება გამოძიება რას იზამს, იმიტომ რომ მიცემულ ჩვენებას სჭირდება გადამოწმება, მათ შორის საზოგადოებაში ესაზრიც იყო რომ აი რატომ ოთარ ფარცხალაძე. ეს რომ ჩვენ არ ვისაუბროთ, ეს გამოძიება უნდა გადაამოწმოს იმ დღეს ბატონი თამაზაშვილის მობილური ტელეფონიდან, რომელ მობილურ ტელეფონებზე იყო ზარი განხორციელებული, რა მონაკვეთში და იყო თუ არა ერთ-ერთი ნომერი მაინც ოთარ ფარცხალაძის ან მასთან დაკავშირებული პიროვნების. ამიტომ ანალოგიურია პარასკევისთვის რაღაც გონივრული ვადა უნდა იყოს. იმიტომ პროკურატურას აქვს კომუნიკაცია ოჯახთან და სავარაუდოდ რაღაც იქნება განსაზღვრული ვადა. ამიტომ აი დავალოდებით ამ გონივრულ ვადას და შემდგომ უკვე სხვანაირი მოქმედება, რასაც შეეხება სისხლისამართლის საქმეში სხვა სახე ჩართვა, განცხადებები, შუამდგომლობები და ასე შემდგომ და უკვე ის მოქმედებები, რასაც უკვე კვარასყელის ოჯახი გადაწყვეტს. კი ბატონო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი თორნიკე მიგინეიშვილი, დიმიტრი ქვაჭარიშვილის ადვოკატს უსმენდით.